ფონდი, ну ეს საფრთხე რა თქმა უნდა ჩნდება უკვე 2004 წლის დასაწყისიდან, პლუს ამას მათთვის საფრთხეს წარმოადგენდა უკვე გადაიარაღების პროცესში მყოფი საქართველოს განახლებული შეიარაღებული ძალები, რომელიც პრაქტიკულად 2004 წლიდან იწყებს მაღალი ტემპები, იმ ტემპებით განვითარებას და გადაიარაღებას და გაძლიერებას, რა ტემპებიც მთელი 90-იანი წლების დასაწყისში და 2000-იანების დასაწყისშიც არ მომხდარა, ხო? მთელი რიგი ტექნიკის გარემონტება ხდება, უკრაინიდან ხდება საფრენი აპარატების ჩამოტანა, ვერტმფრენების ჩამოტანა, რომელიც წლები იყო იქ გარემონტებული და ნუ ფულის გადახდა არ ხდებოდა და იყო ეს კანატოპის საავიაციო სარემონტო ქარხანაში იგივე Mi-24-ები, Mi-ები, რომელიც ჩამოვიდა 2004 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და ნუ რუსები ხედავენ რომ ნელ-ნელა იკრებს ძალას ქართული შეიარაღებული ძალები და რაღაცა ეტაპზე უკვე კრიტიკულ ასე ვთქვათ ხაზს რომ მიაღწევს გვექნება ჩვენ იმისი სამხედრო ძალა რომ ის სამხედრო რესურსები რაც წარმოდგენილი იყო თუნდაც ცხინვალის რეგიონში ძალიან მარტივად მომხდარიყო მათი განადგურება რეალურად იმ პერიოდში არ იყო რაღაცა დიდი სამხედრო რესურსები სეპარატისტულ ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმს რაღაცა არ ქონდა რაღაც სერიოზული სამხედრო ძალები არის ის სამხედრო ძალები რაც 2008 წლის ომის შემდეგ შემოიყვანა რუსეთმა ამ ტერიტორიაზე და ნუ რეალურად 2008 წლის ომიც იყო დაგვირგვინება იმ მოქმედებების რასაც რუსული ზოგადად გაერთიანებული სამხედრო ძალა სპეცსამსახურების ჩართულობით მათ შორის აწარმოებდა ჩვენს წინააღმდეგ